როცა ბოლო ხმაზე გავყვირით თავისუფლება მზიას, ეს ცხადია მხოლოდ მზია მაღლობლის თავისუფლებაზე არ არის ძახილი, ეს არის მოძახილი მთელი ქვეყნის გასათავისუფლებლად და რატომ ხდება ეს ასე, ხო? ხშირად ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ შემჩნევა იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში, ან რაღაცნაირად მგვარ პოზიციაში აქვთ თავი ჩაყენებული, რომ მათ ეს არ ეხებათ, სოციალური ქსელი იქნება თუ ყოველდღიური ცხოვრება, აქვთ ხოლმე კითხვა, რომ აი რაღაცნაირად თითქოს მათ კარებამდე ამ ყველაფერს არ მიუღწევია, ხო? მათ კარებამდე ამ ყველაფერს არ მიუღწევია, ესე უშუალოდ მათი ოჯახის წევრ შეიძლება ეს არ ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს მათ ახლობელს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ დამოუკიდებელ მედიაზე, დამოუკიდებელი მედია იმდენად ყოვლის მომცველი და ყველასთან მიმსვლელი დემოკრატიული ფენომენია, რომ ამ ადამიანების პოზიცია, რომ არ უნდათ ამ საკითხის შემჩნევა, ჩემთვის უმცირე გასაკვირი არის. მზია დღეს არის სინდისის პატიმარი და ის გამოხატავს პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის განმავლობაში, სუმცირე 24 წლის განმავლობაში, რაც ბათუმელები არსებობს სწრაფვას. დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვის მისწრაფებას, ადამიანების ღირსების დაცვის მისწრაფებას, რაც ბათუმელებსთან ედგაზეც ქონიათ, ხომ? და არც ერთი დღე არც ერთ რედაქციას არ უმშავია სწორედ ამ ღირებულებების გაცნობიერების და გააზრების გარეშე. ამიტომაც არის, რომ წლიდან წლამდე იმატებდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლის შელახულ უფლებაზეც ბათუმელები წერდა, ნეტგაზეთი წერდა. იმატებდა იმ სოციალური პრობლემების ჩამონათვალი, რაც აწუხებთ მოქალაქეებს. იმატებდა იმ უსამართლობის ფაქტების და პოლიციელთა მხრიდან თუ თანამდებობის პირთა მხრიდან გამდიდრების თუ ძალაუფლების მიტაცების შესახებ ინფორმაცია, რაც ხდებოდა როგორც ბათუმში, აჭარაში, ისე მთელ ქვეყანაში. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს ვერცერთ კომპრომატს, იმიტომ რომ ნამდვილად ამ თავისუფალ სიტყვას ბათუმელების თუ ნეტგაზეთის სხვა დამოუკიდებელი გამოცემების სახით ემსახურებიან ადამიანები, რომლებიც მსახურობენ ხალხს, რომლებიც მსახურობენ სიმართლეს. თავისუფლება მზიას არის ჩვენი დროების, ჩვენი ეპოქის, ჩვენი თანამედროვეობის განმსაზღვრელი სლოგანი და თუ ამ სლოგანს არ იმეორებ და თუ ამ სლოგანში, ამ მოთხოვნაში არ გვიერთდები, უბრალოდ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ან რაღაც კატეგორია არის მდინარის მეორე მხარეს და ეს მათი არჩევანია, რომელსაც ნამდვილად არ ვცემ პატივს, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სინათლესა და სიბნელეს შორის, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს და დიქტატურას შორის ნორმალურმა ჭკუატყოფილმა ადამიანმა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ აირჩიოს ბოროტება და ტყუილი.